დღეს გაზეთ ალიაში დაიბეჭდა ინტერვიუ, რომელიც მე ჩამომართვა ჟანა ასანიძემ და ამ გაზეთში იყო ესეთი ფრაზები, რომ რეალურად ესე იგი თვითონ მე ვიძახი, რომ პრემიერ-მინისტრის შვილის მიმართ, უტას მიმართ არის მაკომპრომიტირებელი გარკვეული ფირები და ამით მოხდა დაშანტაჟება პრემიერ-მინისტრის ოჯახისა და რის გამოც ეს ადამიანი მიდის პოლიტიკიდან. რაც სრული აბსურდია, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი რამ არ გაცხადებოდა ჩემგან და პირდაპირ სიმართლე რომ გითხრათ, გაკვირვებული ვარ, ეს არის შეცდომა თუ მიზანმიმართული კამპანია და ჩვენ მართალია დიდ პატივს ვსვამთ გაზეთ ალიას, მაგრამ ამ ფაქტის ასე დატოვება ნამდვილად არ შეგვეძლო, იმიტომ რომ ესეთი ტყუილი მე არ ვიცი რეალურად როგორ შეიძლება ადამიანმა დაწერო და მოვითხოვთ ალიასგან შემდგომ ნომერში უარყოფილი იქნას ეს ინფორმაცია და ბუდიში იქნას მოხდილი უშუალოდ ჩემს მიმართ, ვინაიდან პატივი და ღირსება შეიძლება ჩემით, იმიტომ რომ რეალურად გაცხადა ის ინფორმაცია, ესეთი ცილისწამებლური განცხადება გახმოვანდა, რაც არ დაფიქსირებულა, რეალურად არ ყოფილა ბუნებაში და თუ კი ისინი ამას ბოდიშს არ მოიხდიან, ჩვენ უახლოეს ხანში შევიტანთ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს გაზეთ ალიას წინააღმდეგ პატივის და ღირსების შელახვის ფაქტთან დაკავშირებით. ესეთი რამე არ უნდა ხდებოდეს ქართულ მედიაში და ამაზე რეაგირებას ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ. დავკავშირეთ თუ არა ქალბატონი? რა თქმა უნდა, დავკავშირდი, მე ვუთხარი და საიდან დაგჭირდათ ესეთი რაღაცის გახმოვანება მეთქი და რეალურად ადამიანმა ვერაფერი ვერ გამცა პასუხი, მე პირადად მას პატივს ვსვამ, მაგრამ არ ვიცი ხა ეთქობა გაუგებრობა თუ რა იყო, ეს ფაქტია რომ ეს გაზეთი გაიყიდა და კითხველმა ნახა, აქედან გამომდინარე მათ მოუწევთ რომ უარყოფა რეალურად მოხდეს ამ ინფორმაცია თუ არა და ჩვენ გითხარით სასამართლოში შევიტანთ სარჩელს. ნუ ხა ალიაში გარკვეული მოხდა ცვლილებები და რეალურად როგორც ჩანს რაღაცა გაუგებრობებს აქვს ადგილი ამ მმართველებით. ამ თემის დაკავშირებით საერთოდ არ გისაუბრია? არა, ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, ჩვენ ფირებზე ვილაპარაკეთ, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ოჯახთან დაკავშირებით არ ყოფილა ეგ საუბარი. იქ იყო რომ კი ქართულ ოცნებას აშანტაჟებენ ამ ფირებს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ოჯახზე მსგავსი რამ არ ყოფილა, რა თქმა უნდა.